მშვიდობის. ახლა არის 9 საათი. ხო, მანამდე ვერ მოვედი. ნახეთ, როგორი ხედია ჩემი ფანჯრიდან, როგორი მოღრუბლული, ესეთი დუმალი. ეს ხელოვნური ყვავილები აცოცხლებს და ალამაზებს. ის ყვავილი ზემოთ რომ აქვს ესე დაკიდებული, დღეს წყალი დავუსხი, ცოტა შაქრიანი, მერე ძმრიანი წყალი მივაშხურე, აი აქ მაქვს ეს კოკა-კოლის იმაში და მოკლედ მწერები რო არ შეესიოს, ჩემ მცენარებს ისედაც ძალიან ცოტა გადამრჩა და უნდა განვაახლო. ესეთი ლამაზი საღამო გვაქვს. კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის. მოვიდუღიყავა. ცოტა ხანი კიდე მეძინა, ანუ ეს დღეები ვცდილობ, რომ როგორღაც, დავიძინო, გამოვიძინო, დავისვენო და თან საქმეები ვაკეთო. დავისავად ახლა სახლში, გროვდება. როცა რამოდენიმე დღე არ იქნები სახლში, არ იქნები რა, ახლა გვიან მოვდივარ და მერე აღარც ენერგია მაქვს არაფერი და კი ცოტა რაღაცებს მაინც ვაკეთებ, ვახერხებ, მაგრამ ზოგადად ესეა. მოკლედ ახლა რა გავაკეთე? გუშინ ის აჯობსანდალი გავაკეთე. კარგი გამოვიდა სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ბადრიჯანი ცოტა ნაკლები იყო. ბულგარულიც ერთი მქონდა, მხოლოდ არა და ბევრი უნდა, ბევრი უხდება, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. დღეს ვერმიშელი გავაკეთე. უბრალოდ ვერმიშელი, ტომატ პასტის საწებელს ვაკეთებ ხოლმე და მაგასთან ერთად მიირთვა სოსომ და ეხლა ცოტა ხნის უკან დავამთავრე ტომატის კრემსუპი. კრემწვნიანი თუ კრემსუპი, როგორც ქვია რა მოკლედ. ხო, ის უნელები დავაბინავე, აქაც მიწვია ახლა და მოკლედ რაზე მინდა საუბარი დღეს სხვათა შორის საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი, პრაქტიკაზეც გავლილი მაქვს, მაგრამ აი ადამიანები როგორები ვართ, ხედავთ, ესე იგი, რაცა უნდა ვიცოდეთ, რაცა უნდა ეს არ მასვენებს ახლა დობიკნავის ატეხილია მგონი და რაცა უნდა ყველაფერი ვიცოდეთ, მაინც აი როგორ იცით, რაც უკვე ჩვევაში გვაქვს თუ რაღაც ესე ჯიუტად მაინც იგივეს ვიმეორებთ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, შეიძლება გენეტიკის, რომ ინფორმაცია მაინც გენეტიკური ხო გადმოყვება ადამიანს, ხო, თავისთავად. მოკლედ, ახლა რაზეა საუბარი, მაგას გეტყვით, დაუყრი ამას, თორე ეს გაგიჟდება. რაზე მაქვს საუბარი და ზოგადად ესეა, არ ვიცი, დაახლოებით, სადაც რაც სოსო დაიბადა, ხო რა, ეგ პერიოდია, დაახლოებით 14 წელია, რაც ამის შესახებ ვიცი, იმიტომ რომ მე მქონდა რუსულენოვანი არხი და შესაბამისად მაშინ არ იყო ქართული არხები ბევრი, იყო ძირითადად უფრო რაღაც ისეთი როგორ თქვა, კი, ახლა ხარისხიანი ვიდეოები იყო ყველაფერი, მაგრამ თემა იყო ძალიან ისეთი პრიმიტიული, ძირითადად უფრო ასე ვთქვათ, აპიარებდნენ სექს გოგოებს და რაღაც ამდაგვარი ტიპის ისინი იყო ვიდეოები და 1-2 იყო, ნორმალური და ისიც, ძალიან ღარიბი იყო YouTube საქართველოში იმ დროისთვის, იმიტომ რომ არც იცოდა ხალხმა და არ იყო ესე ფესვებ გადგმული რა. ეხლაც არ არის ბოლომდე ვერ ერქვა ბევრი და მოკლედ ცოტა ისეთი ის არის რა, ჩვენთან ყველაფერი გვიან მოდის რა, როგორც წესი და ეხლა რაზე ვამბობ, ესე იგი, მაშინ შესაბამისად ეხლა რა ხალხ რუსულენოვანი არხი მქონდა,
თვალყურს ვადევნებდი ძირითადად რუსულენოვან ბლოგერებს, ანუ ეს არა მარტო რუსეთი, ასევე უკრაინა და კიდევ სხვა ყოფილი საბჭოთა და ამერიკაში მაცხოვრებელი რუსულენოვანი და მოკლედ აი ესეთ იმაში ვტრიალებდი რა და ვიხარშებოდი რომ იტყვიან რა. და აქედან გამომდინარე მე უკვე მაშინვე გავიგე იმის შესახებ, აი ეს ჩვენი ფიქრები რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი განწყობა, ჩვენი ანუ ზოგადად აი ვითომ ცოტა ისე ჟღერს დაუჯერებლად, მაგრამ პრაქტიკაში რა ცხოვრების აი ყოველ ეტაპზე დავრწმუნდი იმაში, რომ ეს არ არის დამთხოვები, არ შეიძლება იყოს ამდენი დამთხოვა და ამდენი რო იტყვიან რუსულად совпадение, ეს არის მართლა ასე. ანუ რა არის? მოკლედ, საითაც არის ჩვენი ყურადღება მიმართული, ანუ რაზეც არის კონკრეტულად ჩვენი ყურადღება მიმართული, ჩვენ იმ მოდით ასე ვთქვათ, ერთი ძალიან კარგი ხალია, რომელიც ეს კონტენტი აქვს რა, მოკლედ YouTube-ზე, იმ ბაღს, ანუ ბაღი რა, წარმოგიდგენთ სცენარები, ყვავილები რაღაცა, იმ ბაღს ვწყავთ. ანუ ჩვენი ამ ყურადღებით და კონცენტრირებით. რას ნიშნავს ახლა? აი მაგალითად მე ამ ბოლო ხანებში და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს აქვს იგივე პრობლემა. აი სიტყვა პრობლემაც უკვე ძალიან ისეთი ნეგატიურია, ვცდილობ ხოლმე არ გამოვიყენო ლექსიკაში, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა, ხო? მაგალითად კრედიტები. გონი საქართველოში არ არის ადამიანი, რომ არ ქონდეს კრედიტი და არ ქონდეს ბანკთან რაღაცა ვალდებულება, ხო? და შესაბამისად ახლა რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის, ხო? ახლა თუ ძალიან სტაბილურია, თქვათ, მისი რაღაცა შემოსავალი და რაღაცა შეიძლება იმდენად არ აწვება კისერზე ეს ტვირთად და ეტაპობრივად რაღაცას ახერხებს ადამიანი, მაგრამ უმრავლესობას ეს აქვს რაღაცა სერიოზულ ტვირთად, ხო? და შესაბამისად ახლა ადამიანი, ხო, გინდა არ გინდა, როცა არის ესეთი ფაქტის წინაშე დგას, ხო? ფიქრობს და ანუ ამ ფიქრით თურმე აი ამ კრედიტის ასე ვთქვათ ბაღს ვწყავთ, ანუ უფრო და უფრო ვაღვივებთ. ყურადღებით, ანუ რას ნიშნავს ვწყავთ და ანუ უფრო ვართულებთ, მოდი ასე ვთქვათ, მარტივად ვიტყვი, უფრო ვართულებთ და უფრო მეტ პრობლემას ვქმნით. მაგალითად რო დავიწყოთ აი ესე ძალიან ძნელია, საკმაოდ ძნელია. მაგალითად რომ დავიწყოთ ესე ფიქრი, რომ დავუშვათ ანუ კრედიტზე ფიქრი არა, არის სხვაგვარი. რაღაცა ითქვათ, რომ თქვენი თავი წარმოიდგინოთ უფრო ისეთ იმაში და ანუ მშვიდად რო ხართ, ზრუნველყოფილი რო ხართ და ყველაფერი ანუ სტაბილურად მიდის და რაღაცა და აი ეს აზრები ხშირად ატრიალო გონებაში უფრო სწრაფად ამოვა ადამიანი იმ კრიზისული სიტუაციიდან, სადაც იმყოფება. ანუ ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს, მოდით ასე ვთქვათ. ეხლა კრედიტია, იმას ვერსად ვერ გაიქცევი, მაგრამ უფრო სწრაფადაც შეიძლება ვთქვათ ადამიანი ამოძრას, როცა პოზიტიურად იწყებს, ანუ რაც ნიშნავს ესე ზერილეთ რო იტყვია ხოლმე პოზიტიურად ფიქრი არ არის მარტო. ნახეთ, აი თქვენ თავს დაუკვირდით მთელი დღის განმავლობაში. ცოტა ხნით რო ვთქვათ თქვენი გონება აი რაღაცნაირად მოდუდება ჩაფიქრდებით, ხო? კონკრეტულად რაზე ფიქრობთ? რა არის ეს ფიქრები და რას უკავშირდება ეს ფიქრები? თუ ეს არის რაღაცა ნეგატიური, არა აქვს აქ მნიშვნელობა, ეს იქნება ფინანსებზე თუ პირადულზე თუ ასე და ასე შემდეგ, აუცილებლად ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ უბრალოდ როგორი განწყობითაც ამაზე ფიქრობთ. ანუ ეს განწყობა და ეს ფიქრები ქმნის მერე იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. მაგალითად,
პროტესტი, ხო? აი რა არის პროტესტი? ანუ ჩხუბობთ, ყვირივართ, კარგს ხო არ ვგრძნობთ მაგ მომენტში, ხო? აი რა უნდა იგრძნო კარგი, როცა რაღაცას აპროტესტებ, ხო? არაფერი. ნახეთ, გონიერი ადამიანი ცოტა სხვაგვარად მიუდგება ამ ყველაფერს და ანუ ის რომ ის საწადელი რაც მას სურს რომ შესრულდეს უნდა ანუ სხვა კუთხით მიუდგეს ამ საკითხს და ისე იფიქროს, შეიგრძნოს ის ყველაფერი. მოკლედ, ადრეც თქვი ესეთი რაღაცა ვიდეოში, არ ვიცი რამდენად მისმენს ადამიანები, ვინც მისმენს, მიხვდებიან, მგონი რაც ვამბობ. ბევრი ვერ მიხვდება სამწუხაროდ, მაგრამ მე მინდა რომ ეს გაგიზიაროთ და სხვათა შორის რამდენჯერაც ანუ ესე კარგისკენ მაქვს ფიქრები და ემოციები მიმართული, უკეთესობისკენ მიდის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რატო ვიძახი, ანუ ამ შემთხვევაში მე მარტო არ ვარ, ხო, ჩემ შვილთან ერთად ვცხოვრობ და ანუ ჩვენი ცხოვრება. ზოგადად საერთოდ ყველა ადამიანის ცხოვრება არის პერსონალური, ანუ მხოლოდ მას ეკუთვნის. ჩემი შვილის ფიქრები მის რეალობას ასე ვთქვათ, ასახავს. ხო და ნუ ესეა, ჩვენ უფროსებს შეგვიძლია ჩვენ შვილებს, უმცროსებს და მით უმეტეს მოზარდებს დავეხმაროთ, დავაკვალიანოთ და სწორი მიმართულება მივცეთ. მაგალითად, სოსო როცა ნერვიულობდა სკოლაში ვთქვათ რაიმეს ჩაბარებას ან რაღაცა, ხო, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ნუ გაქვს ანუ მიმართული ყურადღება იმისკენ, რომ შენ რაღაცას ვერ შეძლებ, რაღაცა არ გამოგივა. აბა იფიქრე ეს არ გამომდისო, ნერვიულობო. მაშინ მეთქი მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ მეთქი. ჩემთან ერთად ანუ რასაც მე ვიტყვი, გაიმეორე მეთქი რა და ვეუბნებოდი რა. მე ვარ წარმატებული, მე ვარ ყოჩაღი, მე ისა ვართმევ ყველაფერს თავს და აი ესეთი აფირმაციებს ეძახიან მას. მოკლედ და ეს სიტყვები ჯერ არის სიტყვები. მერე დროთა განმავლობაში ანუ ეს სიტყვები იძენს ძალას. ანუ მაგალითად ფორტეპიანოზე როცა ვსწავლობდი, ვიღაცამ მითხრა ესე იგი ეს არისო ანუ თითებს თავისი მეხსიერება აქვსო და მართალიც აღმოჩნდა. ანუ როგორ ვთქვათ ხშირად რაღაცას რო იმეორებ, ხო, მერე უკვე ჯდება, ასე ვთქვათ. ხა ცოტა ცუდი ეს შედარება ალბათ. ნუ აი რა შეიძლება. ხე შეძახილით გახმაო. აი მაგალითად ყველაზე კარგი ისა, ხო? ხე შეძახილით გახმაო. ანუ რა ხშირად რო რაღაცას იმეორებ, ხო, ისე იქნება. მოკლედ ჭკვიანი და გონიერი ადამიანები პრაქტიკაზე ცდილობენ ამ ყველაფერს და აკეთებენ. და ჩემსავიდ ნახევრად ჭკვიანი, ნახევრად სულელი, მოკლედ აი სულელსაც ვერ დავრი, უბრალოდ რაღაცნაირად იცით რა არის იმდენი წლები რაღაცა სხვა იდეოლოგიით თუ როგორ იტყვიან რაღაცა სხვა მეებით ვიყავი გაზრდილი, რომ ცოტა ესეთი რაღაცა გადაწყობა უჭირს გონებას, რომ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ანუ შენ ხარ აქ მნიშვნელოვანი და აი ამის გააზრება ცოტა უჭირს რა ჩემი თაობის ხალხს, რომ მართლა ანუ ადამიანის განწყობაზე და ფიქრებზეა ყველაფერი დამოკიდებული, რაღაცა ფანტასტიკის სფეროსავით არის, ხო? იტყვის ძალიან ბევრი რომ თუ ეს გარემოება ესეა, ისეა, ის გარემოება ზუსტად ისე მოერგება ადამიანს, როგორც ფიქრობს და როგორც არის განწყობილი. აბა დაუკვირდით, როცა დილიდან კარგ განწყობაზე იღვიძებთ და სადმე მიდიხართ, თუ არის ის დღე ცუდი. ნუ აი ეს მარტივი ესეთი მაგალითი არ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში რაღაცა პოზიტიური და კარგი დღე, ხო? ანუ
დავკვირდით, აი რას აკეთებთ იმ დღეს განსაკუთრებულს. ვიღაცას რაღაცა ახარებს, რაღაცა აი მაგალითად რამდენჯერ ვთქვი, მე აა ჭიქა-ყავა, ასე ვთქვათ, კარგ ხასიათზე მაყენებს და ამიტომ მოვიდუღებ ხოლმე და მივირთმევ. ასევე მახალისებს სასიამოვნო ფილმი, მუსიკაც, მაგრამ უფრო ხშირად ფილმებს ვუყურებ ხოლმე. მიყვარს ბუნება, მაგრამ ქალაქში ბუნების ისა ცოტა რთულია. სასიამოვნო იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ იყოს საშუალება, რომ ხშირად, ანუ კვირის ბოლოს მაინც რომ გაისეირნოს ადამიანმა ქალაქგარეთ, ვისაც ტრანსპორტი ყავთ, აი ქალაქში მართლა არ ღირს მოხმარება, იმიტომ რომ ისედაც გადატვირთულია, ისედაც გამონაბოლქვია. ტრანსპორტი უნდა ყავდეს იმისთვის, რომ ამ რაღაცა ორნაბიჯზე სიარული ტრანსპორტით რაღაც აბსურდად იმაჟია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ კარგად მუშაობს, მეტროც და ავტობუსებიც. ხო, სამარშრუტო ტაქსებიც და აი მანქანა იმისთვის უნდა იყოს, რომ გახვიდე ქალაქგარეთ, თბილისის გარეთ, სადმე ბუნებაში, რაღაცა პატარა ეგრეთ წოდებული პიკნიკი მოაწყო, სუფთა ჰაერზე დაჯდე ინდორზე და ოღონდ არ დააბინძუროთ. ესეც ხოდა შორის ძალიან ის არის რა, მოკლედ ბევრს არა აქვს მაგდენი ისა. უფრო ვაკვირდები ხოლმე ახლა ვერ დავყოფ სქესს, რომ აი კაცები უფრო აბინძურებენ და ქალები უფრთხილდებიან თქო. არიან ქალებიც არიან ისეთი და არიან ისეთი კაცები, რომლებიც პირიქით სუფთად ტოვებენ მარემარეს. ნუ ეს ცოტა ცუდი ის იქნება რა, სექსისტური დამოკიდებულება, მაგრამ აი ეს მოკეიფე კაცები, რომლებიც უკვე დალევენ და მერე აღარაფრის თავი არ აქვთ და უნარებში არ აქვთ ის, რომ თავის შემდეგ რაღაცა მიალაგ-მოალაგონ, აი რაღაცა ეს თემაა რა მოკლედ. ხო და ესე მომენატრა შემატყობთ ქალაქიდან გასულა, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი წელია რაც ვერ გავახციეთ მე და სოსო. მგონი მესამე წელია. მესამე წელია ხო სოსო? რაც ქალაქიდან არ გავსულვართ, მესამე წელია? გაიხსენე, როდის ვიყავით ქობულეთში? არ გახსოვს, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ იყო, 3 წლის უკან თითქმის. მე მგონი 3 წლის უკან. ხო, ну, მოკლედ 3 წლის უკან ვიყავით ბოლოს, როგორც მე მახსოვს. მე არცად არ ყოფილვართ, ანუ 3 წელია ბავშვი ქალაქიდან არ გასულა დასასვენებლად რა, რომ დადის ხალხი სოფლებში, თაში, ბარში, ზღვაზე, იქ, აქ. ჩვენა ესე. ხო და ადრე იყო რაღაც ისეთი პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები იყო, რაღაც ანუ თანამშრომლებზეც იყო, რაც აღზურები იყო. ну მოკლედ რა, ცივილიზებულ ქვეყნებში არის ეს ყველაფერი მოწესრიგებული და აწყობილი რა, რომ აი მაგალითად მარტო ხელადედებისთვის, რომ აი რაღაცა თქვათ ბავშვი გაიყვანონ ქალაქგარეთ ან რაღაც ისეთი. მოკლედ ჩვენთან არ არის სამწუხაროდ კარგი იქნებოდა, რომ იყოს ესეთი რამ რომ იყოს დასვენება ერთკვირიანი მაინც ვინ ჩივიც იმას. მე ისეთი ბავშვობა მქონდა, სოფელშიც ვისვენებდი, მთაშიც, ბარშიც და ანუ მთიან რაიონში და ჩემი პირდაპირ ასე ვთქვათ, მამის მხარეს დასავლეთში და ასევე ეგრეთ წოდებული სპორები სპორტიდან, ფარიკაობიდან ცხარიჭამიაში. ერთხელ ვიყავი 1 ნაკადი 20 დღე და ერთხელ ვიყავი 2 ნაკადი 40 დღე. საკმაოდ ბევრია და იმ სუფთა ჰაერზე კი იცით ცხარიჭამის ბუნება და ჰაერი. ну ესე და ძალიან ძნელია ადამიანი მით უმეტეს მოზარდისთვის, როცა ყალიბდება, როცა
ხდება ესე ვთქვათ ჩამოყალიბება, ესე სუფთა ჰაერი უნდა ისუნთქოს და სამწუხაროდ რა ვიცი რა ხალხს რა მოწონს ამ თბილისში მე მგონი ყველა თბილისშია რა მთელი საქართველო თბილისშია. ეხლა რომ მქონდეს მე სოფელში მოწესრიგებული სახლი, გვაქვს ანუ სახლი, მაგრამ მე მგონი სახურავიც დაზიანებულია, წყალიც ჩადის, მოკლედ სარემონტოა, ბევრი რაღაცაა რა გასაკეთებელი, თანხები სჭირდება, დრო ჭირდება თანხები და რომ იყოს თქო რა, ანუ ესეთი საშუალება, ჩავიდოდი და იქ ვიქნებოდით დიდი ხანი, დავისვენებდით, ქვია თუ რაც ის კი არა, ერთი პერიოდი ვფიქრობდი ხوار ვიცხოვრო თქო, მაგრამ რომ იცხოვრო, შემოსავალი გჭირდება, ხო? ხო და ეს ნახეთ როგორ არის საწილჭილას ამბავი ვით ახლა იქ ინფრასტრუქტურა რო იქნება და ყველაფერი მოწესრიგებული და როგორც ადრე იყო მეურნეობა და რაღაცა ვფიქრობ ხალხი დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ სუფთა ჰაერზე ცხოვრებას არაფერი არ ჯობია ჩემი აზრით, რა ვიცი. ნუ ეხლა თბილის მე ახლა აქ დავიბადე გავიზარდე შეჩვეული ვარ, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა მშვენივრად გადავიდოდი სხვაგან საცხოვრებლად. ხან მობეზრება იცის ყველაფერმა. ის კი არა სოსო მეკითხებოდა ისო რა ქვია, როგორ მასქენი, ანუ სადაც დავიბადე გავიზარდე ხო იმ სახლში. მარჯვენშვილის თეატრის გვერდზე. თან ფანჯრებიდან ხედი მქონდა, ესე გადაყურებდა იმას მთაწმინდას იქ სატელევიზიო ანძას იქით მოჩანდა ჭადრაკის სასახლე აქეთის, მოკლედ ხელის გულზე იყო ყველაფერი და ძალიან ლამაზი ხედი მქონდა. მაგრამ იცით რა არის, ყველაფერი ბეზრდება ადამიანს. ასე რომ ალბათ თავისუფლად შევძლებდი. რა პრობლემაა? დედამიწა მრგვალია. ხო და ესე მეგობრებო, საქმეები მოვილიე, მოშხამული დღეა დღეს, ძალიან მოშხამული დღე, იმიტომ რომ ხვალ სამსახურის დღეა. როცა ადამიანს სამსახურში არ გიხარია წასვლა, ანუ მე რას ვიძახი, სამსახურში არ გიხარია წასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იფიქრო დროზე სამსახურის შეცვლაზე. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ხასიათი რომ გიფუჭდება ჯანმრთელობას და ყველაფერი. მარტო დამრჩა ახლა ჭურჭელი ამოსარეცხი და რა ვიცი, დავიძინებ დილას გავიღვიძებ და წავალ, ასე ვთქვათ, ჩემთვის დამთრგუნველ ამ შემთხვევაში პოსტზე მთელი დღე. დილიდან ღამემდე. ხო. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ვეცდები მოვიდე ხასიათზე, ძალით შევიქმნა რაღაც ის, რომ თლად ენერგია არ დავკარგო იქ, რომ მივალ ადგილზე უკვე სამსახურში, იმიტომ რომ საჭიროა, როცა გინდა ანაზღაურება, უნდა მოინდომო კიდევაც და მოკლედ ასეა რა. კარგით, აბა დროებით, გაკოცეთ და ხვალამდე.